დღეს ერთი სასარგებლო ვიდეო მინდა გაგიკეთოთ და გაგიახლოთ აი ეს პლეილისტი, რომელსაც ქვია freelancing. ბევრ პლუს მოგიყვებით, ბევრ მინუს მოგიყვებით, რავი, დანარჩენი თქვენ თვითონ განსაჯეთ. მოემზადე ჩაუჯექი სავარძელში. ცოტა დიდხნიანი ვიდეო გელოდება და წავედ. ყველაზე მომეტებული კითხვები რა ჩნდება ჩემ ვიდეოებში, ყოველთვის დომინირებს freelancing-ის კითხვები, რა თქმა უნდა. ცოტა ისეთი თემა არის, ესე ვთქვათ, ანუ როგორ გითხრათ. კარგიც არის, ცუდიც არის, დადებითიც აქვს და უარყოფითიც. თუმცა ჩემთვის დღემდე დადებითი უფრო მეტი აქვს და მოგიყვებით ახლა რამოდენიმე კონს და პროს, ანუ ცუდები და კარგები რა არის და ესე წიჩკები ჩაუსვით და თქვენ თვითონ განსაზღვრეთ მე თქვენი ცხოვრების სცენარი როგორ ჯდება აი ამ წესებში. თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო და გითხრათ, რომ ყველაფერი სუბიექტურია და არ ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის თუ კარგად აისახა ეს ყველაფერი, შენთვისაც იგივე იქნება. ყოველ შემთხვევაში მე ჩემსას გეტყვი და დანარჩენი შენ თვითონ გადაწყვიტე, იმიტომ რომ მე მაგალითად კმაყოფილი ვარ. ყოველ შემთხვევაში დადებითი თვისებები გაცილებით მეტი აქვს ჩემი ცხოვრების სცენარში, კიდევ ერთხელ გიმეორებ, ჩემთვის და არ ვიცი შენთვის რამდენად გამოდგება ან არ გამოდგება. პირველი რასაც გეტყვით, ეს არის ის, რომ ვიღაც ბიძიაზე არ მუშაობ, ყოველ შემთხვევაში მუდმივად, ესე ვთქვათ, და არ გაქვს ერთი და იგივე რუტინა ყოველდღიურად, ანუ დილას ადექი მაღვიძარა დააყენე, მერე გეზარება იასნია ადგომა, მერე გაიგვიძე, დააჭირე, გააჩუმე როგორღაც, ან ბალიში ესროლე, როგორც ხდება ხოლმე, ეს არ არის უცხო არც ჩემთვის, არც თქვენთვის არ იქნება, მეც გავლილი მაქვს ეს ყველაფერი და ალბათ ბევრი გადის კიდევ და ბევრი გაივლის, სანამ რაღაცამდე მივიდეს და უშველოს თავის თავს. მაგრამ არც იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის შველა, რა თქმა უნდა. შეიძლება ჩემზე 10-ჯერ და 100 მაგათ უფრო მეტი ხელფასი კონდეს, მაგრამ რაც უფრო მეტია შემოსავალი, მით უფრო მეტი გაქვს პასუხისგებლობაც ეგეთ გაითვალისწინე. ყოველ შემთხვევაში დიდ ფულს უფრო მეტი ნერვიულობა აქვს და უფრო თავის გასიება აქვს, ვიდრე პატარას. პატარასაც აქვს სანერვიულო, მაგრამ მე როგორც ვატყობ და უყურებ მდიდარ ხალხს, ურთიერთობა ხშირად მაქვს ხოლმე, გაცილებით მეტი აქვს სანერვიულო, ვიდრე ჩვენ ესე წვრილფეხებს. არ მუშაობ ვიღაც ბიძიაზე, არ გაქვს მუდმივი ყოველდღიური, ესე ვთქვათ, რუტინული სამსახური, რომ იცი რომ მიდიხარ, ერთი და იგივე კნოპკას უნდა დააჭირო, მიდიხარ სამსახურში არ უნდა დააგვიანო, ერთი წუთი თუ გადაგიცდა და დააგვიანე. არ ვიცი საქართველოში დღეს როგორ არის ამ დროსთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი მუშაობის დროს, ცოტა ისე იყო რა, შეგეძლო ხოლმე 1000-ში ერთხელ დაგეგვიანებინა. ეხლა არ ვიცი, იმიტომ რომ 12 წელი მეტი თუ არა. შეიძლება 15-იც, აღარ მახსოვს. ნამდვილად არ ჩაღრმავებული ვარ, არ დამითვლია ესე ვთქვათ ზუსტად. თუ არქივს არ გადავხედე სამსახურში ბოლო და დასკრინული სურათი არ ვნახე ჩემ Google ფოტოებში. ანუ ვიღაც ბიძიაზე არ მუშაობ, არ გაქვს ყოველდღიური აი ერთი და იგივე ურთიერთობა, აი ამას გამიკეთებ, ძალიან ჩქარა, მეჩქარება, ეს ჯერ კიდე გუშინ წინ უნდა ყოფილიყო მზად და ხო იცი, ყოველთვის ხდება ხოლმე ესეთი რაღაცეები და არ არის უცხო არც ჩემთვის, არც თქვენთვის, ხო? ჩვეულებრივი არა მარტო გრუზინული ამბავია, ყველგან ესე ხდება ყველა სამსახურებში. ანუ საკუთარ სხეულს არ აქირავებ, ესე ვთქვათ, საკუთარ დროს ცხოვრებაში არ ყიდი და შენი უფროსი ბიძია შენ დროს რაღაც მიზერულ თანხაში არ ყიდულობს და შენი ცხოვრება პროსტა ესე აი ამ ცენტებით და კაპიკებით არ მიდის ყოველდღე ერთი და იგივეთი. ეგერთი, ანუ რეალურად ის შენი უფროსი ყიდულობს შენ დროს გაცილებით უფრო იაფად, ვიდრე შენ გიგირს. ანუ დრო ჩვენთვის ყველაზე შეუფასებელი, ესე ვთქვათ, ვალუტა არის ცხოვრებაში, ხო? დრო არის უნიკალური, ბერდები, ანახალგაზრდავდები და მინუსებში არ წახვალ, ანუ 48-ის ვარ ეხლა მე და 28-ის ვერადერად ვერ გავხდები, ჯერ ეგეთი წამალი არ გამოგონილა და ყოველ შემთხვევაში თუ გამოიგონეს, ჩვენთვის მაინც არ იქნება. ერთი პლუსი ამის შესასადაგებელი, ესე ვთქვათ, freelancing-ში არის ის, რომ
როცა გინდა ადგები, როცა გინდა დაიძინებ, შენი ცხოვრება შენ გეკუთვნის, ყოველ შემთხვევაში 80% შემიძლია თქვა, რომ მაინც შენ გეკუთვნის. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რა თქმა უნდა, ფრილანსერი როცა ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროსტა წამოტრაკული ხარ ლოგინზე და ფული ესე ჰაერიდან ცვივა, არა, რა თქმა უნდა. აქ ცოტა სხვანაირი აზარტია, ესე ვთქვათ, ანუ რეალურად შემთთვის ეს აზარტი უფრო არის, მე ესეთი ცხოვრება უფრო მომწონს. ზოგისთვის მაგალითად კომფორტიდან გამოსვლა გაცილებით უფრო მტკივნეულია და სამსახურში ყოველდღიურად ესე თავისი სხეულის გაქირავება და თავისი დროის გაყიდვა უფრო კომფორტულად მიაჩნია, იმიტომ რომ сейფია, ესე ვთქვათ, ანუ უსაფრთხოა, იცის რომ მეორე დღეს ისევ ადგება წავა სამსახურში, მაგრამ თვის ბოლოს აეყუდება ბანკომატთან და ფული ჩარიცხული დახვდება. მე ესეთი ცხოვრება არ მომწონს, არც მომწონდა არასდროს, უბრალოდ აი ამ პლან B-ს რაღაცა ეტაპის დონეზე ყოველთვის ესე ვთქვათ ვამზადებდი, წლების მანძილზე ვამზადებდი. 10-15 წელი დამჭირდა შეიძლება ესე ვთქვათ, ეს პლან B როცა შემემზადებინა და სამსახურიდან სრულად წამოსულიყავი, მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ სამსახურიდან რო წამოხვალ, ეგრევე მაგარი როჟა გახდები. არა, ძალიან გამიჭირდა სამსახურიდან წამოსვლა, იმიტომ რომ ოჯახი მყავდა, შვილი მყავდა და აი ესე უცბად რესკად ნოლზე დაჯდომა, ეს იყო ჩემთვის ძალიან აუტანელი, ძალიან შემაშინებელი, ესე ვთქვათ, მაგრამ რაც არ კლავს გაძლიერებს, ეგეც იცით. ანუ პირველი რასაც უნდა შეეგუოთ, პირველი 1 წელი იცოდეთ, რომ ნოლზე ხარ. აბსოლუტურ ნოლზე ხარ ვაფშე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, არ გეუბნებით რომ ყველა ეგრე იქნებით, ზოგი შეიძლება 2 წელი იყოს, ზოგი შეიძლება 3 თვე იყოს და უცბად ამოიწიოს და გაქაჩოს. მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნები, პირველი 1 წელი იყო ყველაზე საშინელი. მერე რო ამოიწევი და სანამ პირველი რაღაცა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის პირველი კლიენტი არასდროს არ ყოფილა სამსახურიდან წამოსვლის მერე, კლიენტები ადრეც მყავდა, იმიტომ რომ რაღაცას ყოველთვის ვაკეთებდი, 25 წელია ბოლოს და ბოლოს აი ვიდეო, ფოტოშოპი და ეგეთ რაღაცებში სულ ჩალიჩობ ყოველთვის და ეს უცხო არ ყოფილა. ამიტომ რაღაცა დონეზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმასაც დაგიმატებთ, რომ ეს ყველაფერი, რასაც მე ადრე ვაკეთებდი, სრულ კომერციაში არ იყო. ზოგს უფასოდ უკეთებდი, ზოგს პროსტა ისე უფასოდ ვეხმარებოდი და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვერ ვითავისებდი იმას, რომ ეს თურმე შეიძლებოდა ესე უცბად გადატრიალებულიყო და ესე რესკად კომერციაში გადასულიყო და აი ესე უცბად 1 წელი იმაზე ფიქრი და ტანჯვა დამჭირდებოდა, რითი მერჩინა თავი, ოჯახი, შვილი და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან ძნელი სიტუაცია, ძალიან ძნელი პერიოდი, რომელიც უნდა გადალახო და რო გითხრა არავის არ უსურვებ მეთქი, არა, ყველას უსურვებ, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს უნდა იგრძნო თავი ადამიანად, უნდა აიღო რაღაც პასუხისგებლობა ცხოვრებაში და ესე ყოველდღიურად ერთი და იგივე რუტინის შესრულება ყველასთვის საზიზღარია და ჩემთვისაც და თქვენთვისაც იგივე იქნება. მაგრამ ეს ნაბიჯი პროსტა უნდა გადადგათ ერთხელ და სამუდამოდ. რაღაც პასუხისგებლობა უნდა აიღოთ საკუთარ თავზე, უნდა თქვა, რომ ეს შენ შეგიძლია და გააკეთებ კიდევაც, უნდა გქონდეს წმენა საკუთარ თავში და პროსტა უნდა გეყოს იმდენი ვაჟკაცობა, რომ წახვიდე, დაწერო განცხადება და go fuck yourself უთხრა. შენ უფროს, რა თქმა უნდა, შენი უფროსი, შენი ძმაკაცი თუ არ არის და ძალიან არ გიყვართ ერთმანეთს. როდესაც ვამბობ, რომ ვიღაც ვიზიაზე არ მუშაობ და შენ თავზე მუშაობ, საერთო ჯამში სადღაც რაღაც მომენტში მაინც გამოდის, რომ ვიღაცის შეკვეთას რო იღებ, მაინც მაგაზე მუშაობ. მაგრამ აქ ერთი ძალიან დიდი მაგრამია. სამსახურში შენ ვერაზროს ვერ იტყვი, რომ მე ხა წავალ დავიძინებ და ეხა ამის ხასიათზე არა ვარ, ვერ გავაკეთებ, ხვალე მოვალ, ხვალე გავაკეთებ, ან სახში წამოვიტრაკები ლეპტოპთან და იქ გაგიკეთებ და შენი რა საქმეა, საქმე მაინც გაკეთებული იქნება და საიდან მიმუშავებ, ეგ ბაზარი დღეს ჯერჯერობით არ არის ყოველ შემთხვევაში. ეგ ერთი, ანუ ვიღაცაზე რაღაც დონეზე მაინც მუშაობ, მაგრამ დიდი მაგრამია კიდევ აქ. ტავტოლოგია გამოდის, მაგრამ ნახე მაინც რა ხდება. ანუ შენ შეკვეთას იღებ, იმ შეკვეთაში გააქვს რაღაცა დრო, თქვათ რაღაცა შეკვეთა ავიღე და 3-4 დღე ან 1 კვირა მაქვს ჩასაბარებელი. მე შემიძლია 3 დღე წამოტრაკული ვიწვე ლოგინში, თუ ვიცი რომ იმ დანარჩენ დღეებში მოვასწრებ ამ ყველაფრის გაკეთებას, ან უფრო მალე გავაკეთებ და ასე შემდეგ. ოღონდ
ძალიან დიდი სხვაობაა იმაში, რომ სამსახურში არ დავდივარ, სახლში ვარ პროსტა, სადაც მინდა იქ დავდივარ, გავდივარ სახლიდან, სეირნობ, აგერ მაგალითად დღეს მზიურში უკრუგავ, მაქვს რაღაც შეკვეთა გასაკეთებელი, ჯერ მკიდია, ნახევარი უკვე გაკეთებული მაქვს და ასე შემდეგ. სამსახურში ესე ვერ გააკეთებ. სამსახურში გააქვს რაღაცა 1 საათი პერერივი, ესე ვთქვათ, რომ წახვიდე რაღაცა გადაყალაპო უცბად იმისათვის, რომ ისევ მოხვიდე და აი ამ ბიძიასთვის ენერგია აღიდგინო და ისევ მათრახი გირტყას და გამუშავოს, აი ეს დრო გაქვს სამსახურში და მიდი და იმუშავე. ანუ მთელი დღის განმავლობაში ხმარობენ, მთელი წლის განმავლობაში შვებულების უფლება არ გაქვს 2 კვირაზე მეტი, ანუ წარმოვიდგინე 1 წელი მუშაობ, რომ 2 კვირა დაისვენო და მე რა გამოდის მთელი ცხოვრება მუშაობ და აგროვებ ფულს იმისთვის, რომ მე პენსიაზე რო გახვალ, აი ეს დაავადებები რაც გაიჩინე სამსახურში, ის ფული მთლიანად თუ რამე დააგროვე, რა თქმა უნდა, ის ფული მოახმარო შენ ჯანმრთელობაში მკურნალობას. მე არ გეუბნებით არც იმას, რომ ფრილანსინგში სანერვიულო არა გაქვს, რაღაც დონეზე სანერვიულო ყოველთვის აქვს ადამიანს და ყოველთვის გადასაწყვეტი რაღაცა აქვს. ანუ დღის განმავლობაში თუ არ ვცდები დადგენილია, რომ ადამიანი 10,000-დან ადამიანის ტვინი 10,000-დან 15,000-მდე გადაწყვეტილების მიღებას ასწრებს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ აღვიქვალთ. ეს ყველაფერი ავტომატურად ხდება, აი მაგალითად, სუნთქვა რო გინდა არ გავიწყდება, ამაზე ხო არ ფიქრობ არა და მსგავსი კიდევ რაღაცა ესეთი ტვინს თავისი რუტინა აქვს, რომელსაც ჩვენ არ გვეუბნება, მაგრამ ის ასრულებს და ამაში ძალიან დიდი ენერგია მიდის. ამიტომ არის, რომ გშივდება, წყურია, ტვინი არის ყველაზე დიდი ენერგომომხმარებელი ჩვენს ორგანიზმში, ესე ვთქვათ. ნუ ყოველ შემთხვევაში კვლევებს ვეყრდნობი მეც. ფულს რაც შეეხება, ნუ გონიათ, რომ მიშა მილიონერია, მილიარდელია და ასე შემდეგ. 1000 იონერიც არ ვარ, სიმართლე თუ გაინტერესებს. ერთი ყველაზე დიდი პლუსი მაქვს. არც არაფერზე ვცდილობ, რომ არ ვინერვიულო, რაც ფულით გვარდება, სანერვიულო არ არის. უსაშველო არაფერი არასდროს არ არის ამ ქვეყანაზე, სანამ ადამიანი ფიზიკურად არ მოკვდება. ყველაფერს ეშველება, ამიტომ იოზროვნეთ ესე. ამიტომ, როდესაც რაღაცა მინდები მაწუხებენ, უბრალოდ მივდივარ და ვყიდულობ საკუთარ თავს ვისაჩუქრებ. იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ფული ჩემსკენ მომაგდა ოჯახს ვიკიდებ, არა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად საკუთარ მინდებსაც ვიკმაყოფილებ. ვიზმანები კიდევაც ჯინსებში შეიძლება $500 გადავიხადო, მაიკაში შეიძლება €300 მივცე, მაგრამ სულ არ ნიშნავს იმას, რომ მილიონერი ვარ. არა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ფრილანსერობით შენ მილიონერი და მილიარდელი ვერ გახდები. მილიონერები, მილიარდელები ხდებიან მაშინ, როდესაც სხვის შრომას იყენებენ და არა თვითონ შრომობენ. ძალიან ბევრი წლები დამჭირდა, რომ აი ამ აზრამდე მივსულიყავი, რატომღაც არ მჯეროდა და მჯეროდა, რომ 24 საათი თუ იმუშავე, უფრო მაგრა დიდ ფულს იშოვი და რა, ბულშიტია ეგ ყველაფერი. რაც უფრო მეტად მუშაობ და თავს იკლავ, მით უფრო ნაკლებ ფულს აკეთებ, მით უფრო მეტად გენძრევა ორგანიზმზე და მით უფრო მეტი მაყუთი გჭირდება სამკურნალოდ. მაგრამ რაც უფრო მეტად იყენებ შენ სხვის შრომას, რაც უფრო მეტად ყიდულობ სხვის დროს, რაც რა თქმა უნდა, უფრო მიზერულ თანხაში, მით უფრო მეტად ჯანმრთელი რჩები და მით უფრო მეტი ფული გემატება, იმიტომ რომ შენ მართავარ და არა შენ გმართავენ. არის პერიოდები, რომ ფული ვაფშე არ მაქვს. ანუ შეიძლება სახლიდან ვაფშე ქუჩაში არ გამოვიდე, იმიტომ რომ ვიცი რომ 100 ლარი თუ არ მიდევს ახლა ჯიბეში ვერ გამოვდივარ გარეთ. ელემენტარულია რა. ნუ ჩვეულებრივი ამბავია. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვარ მიჩეული და არ ვიცი, ახლა შეიძლება თქვათ, რომ გადაიჯვა თავზეო და 100 ლარი რა ამბავია ქუჩაში გასასვლელთო. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესე ვარ, მაქვს რაღაცა პასუხისგებლობები თავზე აღებული, ვიცი რომ ქუჩაში ვიღაცა თუ შემხვდა, ვიცი რომ ელემენტარული ამბავია. წახვალ დაპატიჟებ სადმე ყავას დალევ და რაღაცა და ეს ყოველდღიური ისეთი რაღაცა, რომელიც უნდა დააფასო, საკუთარ თავზე უნდა აიღო ეს პასუხისგებლობა და პროსტა გააკეთო რა. ანუ მე ესე ვარ მოწყობილი. შენ შეიძლება 20 ლარიც გედოს ჯიბეში და წახვიდე სადღაც თურქეთში მაგალითად. ყველა ადამიანი თავისებურად არის მოწყობილი. ფულზე იყო საუბარი და რასაც აღნიშნავ, ეს არის ის, რომ გარანტირებული ფული შენ ყოველ თვე, ყოველ თვის ბოლოს არ გაქვს. ანუ არ გაქვს იმის გარანტია, რომ თვის ბოლოს აეყუდები ბანკომატთან და всё, განაღდებული მაყუთი გაქვს. გარანტირებული თანხა. ანუ
გარანტირებული თანხა არასდროს არ აქვს ფრილანსერს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაკავებული არის ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ანუ რამდენი შეკვეთა აქვს და ასე შემდეგ. სამსახურთან მიმართებაში თუ შევადარეთ, იცი რომ ყოველთვიურად აკეთებ თუ არა რაღაცას, აკეთებ, არ აკეთებ, დღეს საქართველოში ესეა, ხო? ბევრ სამსახურებში არ არის არავისთვის უცხო, ჩაწოლილები არიან Facebook-ებში, დღე ისე გავა რომ არაფერს არ გააკეთებენ, მაგრამ თვის ბოლოს უმამუსოდ მიდიან ბანკომატთან, აიგებენ თავის ხელფას და მიდიან სახლში ბედნიერად. მერე წავლენ დახარჯავენ და ჩაჯმული სიფათებით ზიან მთელი თვის მანძილზე სამსახურში, ვითომ რაღაცა გაუკეთებიათ და უკმაყოფილოები არიან და ხელფასი არ ყოფნით, მომატებაც უნდათ. არის ეგეთი სიტუაციები. ამიტომ პლუსიც არის, მინუსიც არის და ასე შემდეგ. ჩემ შემთხვევაში მაგალითად, ანუ ფრილანსერის შემთხვევაში არანაირი გარანტიები არ აქვს, არც თვის ბოლოს, არც თვის დასაწყისში, არაფერი. ეს არის შენი პირადი ცხოვრების აზარტი და მე ეს აზარტი გაცილებით მიყვარს, გაცილებით მეტი ადრენალინია. ყოველ დღე შენთვის სუფთა ჯუნგლებში ყოფნა არის, ფიქრობ გადარჩენაზე, როგორ გადაირჩინო თავი, რანაირად თვის ბოლომდე როგორ მიაღწიო, თვის დასაწყისი როგორ დაიწყო, რა შეკვეთა აიღო, ვის რა გაუკეთო, ვის რაში დაეხმარო და ასე შემდეგ. ანუ ჩვეულებრივი მონადირე ხარ, ინტერნეტ მონადირე, ესე ვთქვათ. ეხლა რახან ინტერნეტი მოიტანა, თუ იმის ილუზია გაქვთ თქვენ, რომ ფრილანსერი, წარმატებული ფრილანსერი იქნებით დღევანდელ ცხოვრებაში, მაშინაც კი, როდესაც სოციალური არ იქნებით, ძალიან ცდებით. დღეს ცხოვრება ისე მოტრიალდა, რომ ყველა უნდა გახდეს ბლოგერი. თუ კი რაიმეს მიღწევა გინდა, ხო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არ არის პანაცეა, ეს არ არის გადარჩენა, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით. 80% ყოველ შემთხვევაში დღეს ყველა ბლოგერდება. რატომ? იმიტომ რომ სულ ყველას მაგარი კიდია შენ რას აკეთებ, თუ არ აჩვენებ. თუ არ ჩანხარ, თუ ყოველდღიურად არ ახსენებ საკუთარ თავს, თუ ყოველდღიურად არ აჩვენებ შენ ნამუშევრებს, შენ პორტფოლიოს, რას აკეთებ, როგორ აკეთებ და ასე შემდეგ, იცოდე რომ არავინ არ გიცნობს, ყველას მაგარი კიდი ხარ, შენაერი მილიონია, მაგრამ იმ მილიონიდან უნდა გამოირჩეოდე შენი კრეატიულობით, ინდივიდუალიზმით, არ უნდა აკეთებდე ისეთ რაღაცას, რასაც ყველა აკეთებს ვაფშე, აი მაგითი გამოირჩევი შენ რომ იმისნაირს არ აკეთებ და შენნაირს აკეთებ, ანუ ხელოვნების დონემდე აკყავს, შენი რაღაცა მეთოდები გაქვს, შენი სილამაზის ხედვა გაქვს, ანუ ხო იცით ნათქვამია, სილამაზე მაყურებლის თვალშიაო, ანუ შენ ხელოვნებას შეეცადე რომ ყველას ანახო, ყველას ანახე შენი თვალით დანახული რაღაცა, შენი კრეატიულობა გამოავლინე. თორე ისე როგორც ყველა აკეთებს იქ რაღაცას გადმოწერს, იქ მიატყაპავს, თავი დიზაინერი რო გონია, ეგ ხელოვნება არ არის, ეგ არის ხელობა. უნდა იცოდე ხელოვნებისგან გამორჩევა. შენი კრეატიულობით, შენი რაღაცა ფანტაზიით, ნუ გეშინია, გააკეთე ისე, როგორც შენ ფიქრობ, რომ უნდა იყოს. ნუ უყურებს ხვის გაკეთებულს, იმიტომ რომ ის სხვა იგივე ჭაობში დარჩება, რაშიც უმეტესობა 90%. ამიტომ ხელოვნებას სხვა უფრო დააფასებს და შე რო იქნები აი 10,000-ში ერთი ესეთი სხვისი აზრით გაუკუღმართებული და რაღაც საშინელებებს რომ აკეთებს, აი კაკრას ეგეთ ადამიანებს უფრო მეტი აქვს შემოსავალი, იმიტომ რომ ის ვიღაცა მაყუთიანი, ვინც დამკვეთია, ის ხედავს აი ამ ხელოვნებას, აი ამ 10,000-ში და მილიონში და იმას უნდა ზუსტად ის, რაც სტანდარტული არ არის, გესმის? და ეს არასტანდარტულობა გაცილებით უფრო მეტად შემოსავლიანია, ვიდრე ეს ნახე რას აკეთებს, სად არაფერში არ ჯდება ეს ყველაფერი რა არის, რანაირად აკეთებს, აი ეგრე თუ აზროვნებ, იცოდე რომ დარხეული გაქვს მაგრა ცხოვრებაში. ხმამაღლა გაფიქრებული აზრები უნდა გადავიტანოთ ჩემს ვებგვერდზე. შემდეგი ეპიზოდები ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ გადავა იქით. ანუ ეხლა დაიწყებე, რომ YouTube-ზე რატო არა, ხალხს რატო არა არ არის არაფერი აკრძალული, ჩემს საიტზე შესვლა არ არის აკრძალული, ვისაც ეზარება, კაკრას ზუსტად მაგიტო ვაკეთებ. თუ გეზარება და თუ არ ხარ ამ ვიდეოს მაყურებელი, ესე იგი ნიშნავს იმას, რომ შენ არ იმსახურებ ამ ვიდეოს ყურებას. მოდი ესე ვთქვათ, გინდა გეწყინოს, გინდა არა. ელი ხარ თუ ელი ფოხთ. ანუ გეწყინება თუ არა, ეგ შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე მინდა ნახოს ვიდეო
მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანმა, ვისაც ნამდვილად აინტერესებს და გაგრას ზუსტად მაგიტო გადავდივარ აი ამ ჩემს ვებგვერდზე. ჩემს ვებგვერდზე ამ ვიდეოების ნახვა ერთადერთი ბერკეტი ის იქნება, რომ უბრალოდ რეგისტრაცია დაგჭირდება. თუ ეს რეგისტრაცია გეზარება შენ, რომ ეს ვიდეო ნახო, ესე იგი არ არის ეს ვიდეო შენთვის განკუთვნილი და ამიტომაც არ უნდა ნახო. ვისაც არ ეზარება, შემდეგი ეპიზოდები welcome mikhail.online www არ გავიწყდებათ, ხო? ანუ www-ს იმიტომ ამბობ, რომ mikhail.online რაღაცა ისეთი უჩვეულო დომეინია და ბევრს კომი აქვს მარტო თავში და მაგიტო ამბობ. ვისაც სურვილი გაქვთ, რომ გააგრძელოთ შემდეგი ეპიზოდების ნახვა, დარეგისტრირდეთ ჩემს ვებგვერდზე, იქ რაღაცა უფასო მასტერკლასსაც ნახავთ, ფასიანსაც, ბევრი რაღაცა საინტერესო რაღაცეებია გზაში, უკვე ვაკეთებ. всё, მივხედეთ ჩემს საიტს და გავაგრძელოთ იქით ურთიერთობა. YouTube-ზე რა თქმა უნდა არ მომბობ უარს, ვიდეოები ყოველთვის დაიდება, მაგრამ აი ეს რუბრიკა ხმამაღლა გაფიქრებულები მიშასგან იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩემს საიტზე. ეს იქნება ერთ-ერთი ექსკლუზივი ჩემი საიტისთვის, რომელშიც ალბათ კიდევ ბევრ რაღაცეებს დავამატებ.